ჯგუფს, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაკავებული და სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლი მოქალაქეების დახმარების მიზნით შეიქმნა. Როგორც ადვოკატები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, დღეს მოხდება 1 წლის შეჯამება და ამ 1 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების კონკრეტული საქმეები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს დაკავებული აქტივისტების თუ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ის თუ რა გარღვევებია და ის თუ ამ საქმეებმა როგორ გამოაჩინა, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი. მათ შორის დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან დაკავებული ახალგაზრდების მშობლები. ისინი ფიქრობენ, რომ რადგანაც ქვეყანაში ვერ იპოვეს სამართალი, ეს საქმეები უკვე სტრასბურგის სასამართლოში წავა. დღეს ასევე წარადგენენ პრეზენტაციას იმ საქმეებისას, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში დაიწყო გამოძიებამ ახალგაზრდების წინააღმდეგ და როგორც დაკავებული აქტივისტების, ახალგაზრდების მშობლები აცხადებენ, ის იურიდიული დახმარება, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში გაუწიეს ახალგაზრდებს, არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს დახმარება არის უსასყიდლო და სალომე ზურაბიშვილთან ერთად კიდევ ერთხელ დასახავენ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მათ ბრძოლა. 1 წელი გავიდა მას შემდგომ, რაც დამოუკიდებელ ადვოკატთა ჯგუფი პრობონოდ მუშაობს არაერთ საქმეზე, მათ შორის ადმინისტრაციული მიმართულებით, მათ შორის სამართლის მიმართულებით, ევროპული სამართლის მიმართულებით. შესაბამისად, დღეს იქნება შეჯამება ამ საკითხების, მათ შორის კონკრეტული кейსების განხილვა, რომლებსაც დაესწრებიან როგორც ოჯახის წევრები, სინდისის პატიმრების, ასევე მოქალაქეები, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ბევრი ჭორმართალს ავრცელებს პროპაგანდა და ცდილობს რეალურად უდანაშაულო ადამიანების საზოგადოებას წარმოუჩინოს როგორც დამნაშავეები და ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური სამართალმცოდნე ადამიანების მიერ დადებული დასკვნები თითოეულ საქმეზე და მე რა თქმა უნდა ყველა ეს საქმე რომ წავიდეს აბსოლუტურად ყველა რომ წავიდეს სტრასბურგში. ქალბატონი პრეზიდენტს აქვს რესურსი და ლეგიტიმაცია იმის რომ აი ამ ერთობას მართლა ერთხელ და სამუდამოდ ჩაუყაროს საფუძველი და ერთობის გარეშე რომ არაფერი არ გამოვა ვიცით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. ეს არის 1 წლის თავზე შეჯამება, როგორ ვითარდება მათი საქმეები, როგორ არის ის სამართლებრივად გამართული, არაგამართული, სად არის დაშვებული შეცდომები და ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ, რომ გვაქვს ამის საშუალება, რომ სამართლის სახმა აი ასეთი სამართლებრივი დასკვნა გააკეთოს და მოგვიწვიოს პრეზენტაციაზე. იურისტებისა და ადვოკატების ჯგუფს, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია მართლმსაჯულების სახლი უწევს, 1 წლის წინ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში წარადგინა და ამ 1 წლის განმავლობაში არაერთი ადვოკატი უსასყიდლოდ დაეხმარა არაერთ დაკავებულ ახალგაზრდას და როგორც აქ მოსული ადამიანები, ადვოკატები და დაკავებული ახალგაზრდების მშობლები აცხადებენ, ეს დახმარება მათთვის არის მნიშვნელოვანი. ის ადვოკატები, რომლებიც ამ 1 წლის განმავლობაში დახმარებას უწევენ დაკავებულ ადამიანებს, მათ აღმოაჩინეს არაერთი გარღვევა იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომელსაც მათივე შეფასებით კერავს ქართული ოცნების გამოძიება და მათივე შეფასებით დღევანდელი შეხვედრაზე დასახავენ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და როგორ უნდა გააგრძელონ ბრძოლა და ერთ-ერთი გზა მათ შორის უკავშირდება იმას, რომ ეს საქმეები წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.